საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, იმედია პირდაპირ ეთერში ვართ უკვე ალბათ. გამოჩნდეს ერთი ვინმე პიროვნება დავინახო და შევეცდები ახლა უნდა შემოვიყვანო ეთერში. ბატონი კახა კუკავა დღეს გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებზე ინტერვიუ ბატონ კახასთან. აბა ვნახოთ ხო შემოსულები არის რამოდენიმე პიროვნება, აგერ ახლა კახაც გზავნის იმას რაღაცა კომენტარს დამიწერს და შემოვიყვანთ. ერთი წამით ეხლავე აი გაუგზავნე უკვე კახას, ეხლა შემოვა. გამოვაგზავნე უკვე კახა, დამატებასაც აგერ კიდეთ ხელი და მედი ხო აგერ შემოდის ეხლა. აბა კახა, თქვენი ხმა გავიგონო? გამარჯობა საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით. როგორ ისმის ხმა? კარგად ისმის, ჩემი ხმაც რომ ისმის კარგად. მე კარგად მესმის ძალიან. ძალიან კარგი, მაშინ დავიწყოთ აბა დღევანდელი ჩვენი ინტერვიუ. მოკლედ ბატონო კახა, ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება მთელ სოფლიოში. აბსოლუტურად იცვლება, რასაც უყურებთ ჩვენ სოფლიო წესრიგი, რაც ხელისუფლებაში მოვიდა უკვე პირველ ნიშნები ჩანს ამის 47-ე პრეზიდენტი, აბსოლუტურად განსხვავებული ბაიდენისგან, ლიბერალი ბაიდენისგან, ეს კონსერვატორია მაინც და ფაქტიურად მოსულიც არ იყო, რომ უკვე კანადის მიერთებაზე და გრენლანდია და პანამის არხი და ასე შემდეგ და წუხელი ძალიან სერიოზული ჰქონიათ საუბარი დანიის პრემიერთანაც გრენლანდიის თემაზე. მოკლედ ჩვენ მაინც ჩვენი საქართველო გვაინტერესებს, ჩვენ აი ამ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ განსაკუთრებით ეპიცენტრში მოვეკეცით, გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ეპიცენტრია საქართველო. სოფლიო დიდი სახელმწიფოებისთვის ეს ტერიტორია უკვე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედ აქ აი ეს ენერგომატარებლების თემაზე ლაპარაკი აზია-ევროპის ხიდზე, აქ უნდა გაიაროს შავი ზღვის გავლით და რა თქმა უნდა, ყველას უნდა რომ თავის გავლენები მოიპოვოს. აი ყოველივე ამის გათვალისწინებით, კახა, ჩვენთვის რომ აი ახლა ხელისუფლებაში შეიცვალა ამერიკაში და სხვა მსოფლიო წესრიგი დგება, ჩვენთვის რა შეიცვლება, რა მოლოდინები უნდა გქონდეს ჩვენ აი საქართველოს. საღამო მშვიდობის დათო, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ შეისლავიში მრთავ. რაც შეეხება ტრამპთან დაკავშირებით, მე არასდროს დავიმალავს რომ ვიყავი ტრამპის გულშემატკივარი ძალიან დიდი ხანია, მისი პირველ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას დაიწყებდა და მაშინ საქართველოს ბევრი არ იყვნენ, ასე თქვა, ტრამპი გახლავთ რომ მაშინ არ ზოგი ფაშისტად მოიხსენიებოდა და ზოგი ჰომოფობად. თუმცა უნდა შევაფასოთ, რა თქმა უნდა, არ უნდა შეგვეშალოს არც ტრამპის და არც სხვა პოლიტიკური ლიდერის შეფასება, ცოტა არ უნდა გვემართოს პროვინციალიზმი რა გაგებით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, მე ესე ვაფასებ, რომ ტრამპი არის ძალიან კარგი ამერიკისთვის, ტრამპი იქნება ძალიან კარგი გლობალურად, ასე ვთქვათ, საერთაშორისო წესრიგისთვის, მაგრამ ჩვენთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი ტრამპი ამერიკის ეკონომიკას ააყოვებს თუ არა და ამერიკის უსაფრთხოებას. ჩვენთვის მაინც უნდა გვესმოდეს, რომ ნომერ პირველი საკითხი არის საკუთრივ საქართველოზე რა გავლენა ექნება მას. მე ხშირად მომყავს ხოლმე მაგალითად ათათურქის მაგალითი, რომელიც მიმაჩნია, რომ ათათურქის ჩემი ერთ-ერთი სტანიმუშო პოლიტიკოსი არის, უდიდესი პოლიტიკოსი, რომელმაც თურქეთი 3 საუკუნით წინ წასწია. მაგრამ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. ეხლა არ უნდა აგვერიოს ის, რომ კაცი თურქეთისთვის კარგი იყო, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვისაც კარგი არის. ანალოგიურად ტრამპს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ის რასაც ის აკეთებს
აი ეს ლიბერალური სიგიჟეების, ლიბერალური სიბნელეების წინააღმდეგ ეს არის რა თქმა უნდა ძალიან დრომოსული და ამ სიგიჟეს ალბათ ის წელში გადატეხავს და სავარაუდოდ მსოფლიოში სამხედრო კონფლიქტები იქნება მისი პრეზიდენტობის დროს ნაკლები, ან შეიძლება საერთოდ ნულამდე დავიდეს, მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელიც ჩვენთვის არის წამყვანი. იცით რომ იგეგმება მარტში ტრამპის და პუტინის შეხვედრა, სადაც ძირითადი საკითხი იქნება უკრაინა, თუმცა უკრაინასთან ერთად ყოველთვის მოიხსენიება ხოლმე პაკეტში საქართველო და მოლდოვაც, იმიტომ რომ უკრაინის კრიზისი ეს მაინც არის ის საკითხი, შეიძლება თუ არა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები მიუერთდნენ ნატოს ბლოკს და ევროკავშირის სივრცეს. და სავარაუდოდ მაღალი ალბათობით, ეხლა 90%-იანი ალბათობით ან მეტი შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც გადაწყდება უკრაინაზე, ის გადაწყდება საქართველოზე და მოლდოვაზეც. ეხლა რთული წარმოსადგენია, რომ შეთანხმდნენ, რომ აი უკრაინა მოდი არ მივიღოთ ნატოში და ევროკავშირში, მაგრამ საქართველო მივიღოთ. მე ეგეც კარგად იცი შენ, რომ არც საქართველოს ნატოს და ევროკავშირში გავწერიანების დიდი ასე ვთქვათ, არ მიმაჩნია, რომ ეგ საკითხი რეალური არის, აქ ცენტრალური არის სხვა საკითხი. ჩვენთვის თუ მოხდა საქართველოს ცალსახად და ცალმხრივად და უპირობოდ გადაცემა რუსეთის გავლენის ზონაში, ეს რა თქმა უნდა იქნება ძალიან ბევრი უარყოფითი შედეგის მომტანი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი საქართველოს ისტორია, ვინც კარგად იცის, ეხლა სკაფრეიდან და კინოებიდან კი არა, ვინც მართლა იცის საქართველოს ისტორია, ოდითგან, როგორც ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან, საქართველოს სახელმწიფოს საგარეო კურსი იყო ბალანსირება დიდ სახელმწიფოებს შორის და ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით გქონოდა წარმატებული და ძლიერი სახელმწიფო, როდესაც არ ვიყავით ერთი კონკრეტული იმპერიის გავლენის ზონაში და როდესაც იყო მათ შორის ისეთი ტიპის კონკურენცია, რომ საქართველოს სიტყვას ჰქონდა ფასი. და ძალიან ცუდი იქნება თუ ეს მოხდა, შეიძლება მსოფლიოსთვის, მსოფლიო წესრიგისთვის კარგი იყოს, რა თქმა უნდა, უკრაინაში ომის დასრულება, მაგრამ თუ საქართველო ცალსახად გადაეცა რუსეთის გავლენის ზონაში, ეს რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გამოვიმშვიდობოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ისედაც ძალიან მიზერულ იმედებს კიდევ რამოდენიმე ათწლეულით. ერთ მაგალითსაც მოვიყვან, დათო, კი ვიცი რომ გამიგრძელდა, მაგრამ აი ამ ბალანსირების პოლიტიკით სწორად ისარგებლა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა, რომელსაც ვაღიაროთ ეხლა რომ გამოადგა აზერბაიჯანის ლიდერს საქართველოს ყველა ლიდერზე მეტი ჭკუა და სწორედ მაშინ მიაღწია ყარაბაღის საკითხში დათმობას რუსეთის მხრიდან, როდესაც იყო რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უკრაინაში სამკვდრო სასიცოცხლო დაპირისპირება. როდესაც არ იყო გარკვეული გამარჯვებული, გესმით? ეხლა რომ იქ დაუშვათ რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტილი იყო საკითხები და რუსეთს თავისი გავლენები გაეძლიერებინა, ნაკლებად სავარაუდო არის, რომ რუსეთი ამ დათმობებზე წასულიყო ყარაბაღთან დაკავშირებით და ჩვენ ეს მომენტი გავუშვით. ამიტომაც მე აი ეს რეზიუმე რო გავაკეთო, ვიტყვი რომ ტრამპი მგონია რომ იქნება ძალიან კარგი პრეზიდენტი ამერიკისთვის, მას ექნება ძალიან კარგი საგარეო და საშინაო პოლიტიკა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ რა გავლენა ექნება ამათ საქართველოზე, თუ კი საქართველო მოექცა რუსეთის გავლენის ზონაში. აი ამაზე მე ვფიქრობ რომ ჯერჯერობით შეიძლება ნაადრევია მარტში რა სიტყვიან პუტინი და ტრამპი მაგაზე ნერვიულობა, მაგრამ ნუ ჰიპოთეტურად ყოველ შემთხვევაში მე ამ რისკებს ხედავ. ხო, ახლა მე მინდა ჩვენს მაყურებლებს, მეგობრებს ყველას ვუთხრა რომ აი თუ აქ ჩვენ ვადევნოთ თვალით ან კომენტარებს კახა და თუ სურვილი აქვთ მნიშვნელოვანი შეკითხვები დასვან, რომ უპასუხოთ ასევე ხალხის შეკითხვებსაც. მოკლედ, როდესაც ახლა ჩვენ უყურებთ იმ პროცესს, რომ აი აქ უნდა დიდი დერეფნის პროექტი განხორციელდეს, ხო, საქართველოს გავლით. აქ ერთვება უდიდესი სახელმწიფოები, ჩინეთი, რუსეთი, ამერიკა და ინდოეთი და ასე ვთქვათ, კიდევ აქეთ გლობალური რიცხვი, აქ რეგიონალური მოთამაშეები, ირანი და როგორ ფიქრობთ, მე ვფიქრობ, რომ მათ არც ინდოეთს უსწრებთ დიდი თანხები ისე ჩადოს და არც ჩინეთს, რომ რაღაცა რისკები არსებობდეს. ხო, არც ერთ სახელმწიფოს არ სურს, როდესაც რისკები არსებობს. როდესაც აქ არის კონფლიქტური ზონები, უკვე გაისმა ამაზე მიდის საუბარი, რომ ისინი აი ამ კონფლიქტის მოგვარებისთვის სერიოზულ იმაში ჩაერთვებიან პროცესებში. ხომ არ დადგა მომენტი, რომ საქართველოს აი როგორ ფიქრობთ, აი ამ დერეფანმა ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დასაწყისს. ძალიან კარგი გეგმა არის დათო ეგ, ჰიპოთეტურად არის ძალიან კარგი გეგმა, მაგრამ ეხლა ჰიპოთეტურად შენ იცი
გახსოვს რომ შევარდნაძემაც აფხაზეთი რო დაკარგა მე შევარდნაძე დარჩა 10 წელი ხელისუფლების სათავეში და იმ 10 წლის მანძილზე სულ ამაზე იყო ლაპარაკი რომ აი ამ გაზაფხულზე იბრუნებს ამ შემოდგომაზე იბრუნებს ამ გაზაფხულზე იბრუნებს ამ შემოდგომაზე იბრუნებს და მე ამიტომ ზოგადად რაც პოლიტიკაში გამოცდილება მაქვს ერთი ესეთი პრინციპი მაქვს რომ რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ რაღაცა ძალიან კონკრეტულად ну ხო ვარაუდი ყველაფრის შეიძლება კი ახლა ქართული ოცნების მომხრეებს რო გითხო ჩაწყობილია უკვე ამბავი პუტინს ელაპარაკა ივანიშვილი და აფხაზეთს დაგვიბრუნებს ბოლო წლები არის ამას საუბრობენ ეს შეიძლება ჰიპოთეტურად ეხლა მე როგორ გამოვრიცხავ რაიმე მტკიცებულებებით ვერ გამოვრიცხავ მაგრამ სანამ არ ვნახავ რომ ამ პუტინი აკეთებს რამე განცხადებას ან პესკოვი ან ლავროვი ან გალში არ დაბრუნდა თუნდაც 2 მიკროავტობუსი ქართველი დევნილები ან ოჩამჩირეში მანამდე ეხლა აი რასაც შენ ამბობ ლოგიკური არის და კარგი არის ეგ რომ მოხდეს მაგრამ ჩვენ მაგის რაიმე ასე ვთქვათ ჯერჯერობით თუნდაც ზედაპირულ ნიშნებს ვერ ხედავთ მე მიმაჩნია რომ ამის საწინააღმდეგო არგუმენტები ლოგიკურად შემიძლია მოგიყვანოთ თუმცა ესეც ლოგიკურად ყველა შეუძლია თავისი შეხედულება ქონდეს ერთი ეგ არის რომ ჩემი აზრით საუკეთესო მომენტი ამისათვის გავიდა რუსეთი უფრო დამთმობი იყო ვიდრე მიდიოდა ომის ცხელი ფაზა და მეორე მომენტი არის დათო რომ არასდროს არავინ არ დაუთმობს ტერიტორიას ახლა ტერიტორია ისეთი რაღაცა ყველა სახელმწიფო თulis რომ ეს ომით და სისხლით მოიპოვა და ამას არავინ არ დაუთმობს ისე სუსტ და მოყანყალებულ რეჟიმს როგორიც არის საქართველოში შენ ძალიან კარგად გახსოვს აფხაზეთის ამბები ზვიად გამსახურდიასთან ჩამოვიდა ელცინი და დაუთმო რეალურად ყაზბეგის შეთანხმება ეს იყო დათმობა როცა რუსეთმა აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მე აფხაზეთშიც გახსოვს ის ცნობილი შეთანხმება 28-26-ზე იმიტომ რომ გამსახურდია იყო უპირობო ლიდერი ქვეყნის მის ლეგიტიმაცია ეჭვის ქვეშ არ იდგა და მაშინ ოკუპანტებისთვის იყო ძალიან რთული რომ ეს ტერიტორიები მიეთვისებინა როცა სათავეში მოვიდა შევარდნაძე რომელიც 20%-ის არჩეული არ იყო და ყაჩაღებით და რაკეტებით და გახსოვთ ახლა რა ხდებოდა აღარ გადავალ ამაზე ეს გამოდგა ძალიან მოხერხებული მომენტი იმისათვის რომ სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის სამაჩაბლოც მიითვისეს სეპარატისტებმა რუსეთის დახმარებით და აფხაზეთიც ამიტომაც მე ვფიქრობ რომ როცა შენ ქვეყნის შიგნით ვერ გაგირკვევია ვერ დაგილაგებია არჩევნები ვერ ჩაგიტარებია კახაკუკავასთან ვერ დაგილაგებია ურთიერთობა დათო ჭაბუკაშვილთან და ქვეყნის მოსახლეობის 60%-ს მოღალატეს ეძახი ცოტა ეჭვი მეპარება რომ ასეთ ხელისუფლებას და ასეთ ადმინისტრაციას თან რუსეთი წავიდეს დათმობაზე სხვა შორის ალიევთან წავიდა დათმობაზე მათ შორის იმის გამო რომ ალიევის ლეგიტიმაცია აზერბაიჯანში კითხვის ფინიშის ქვეშ არ დგას ეხა ერთ ხელისუფლება ორი თვე ან გაატანს ან არა ნახოთ ეხა მე არ მინდა რომ რაღაცა თავზე მოგახვიოთ ჩემი სუბიექტური ხედვები მაგრამ მე მგონია რომ ამ ტიპის ხელისუფლებას რომელსაც შიგნით არა აქვს დალაგებული არც ერთი საერთაშორისო აქტორი რაიმე სერიოზულ შეთანხმებაზე ხელს არ მოუწევს ხო მაგრამ აქ საქართველოს ფაქტიურად არ წვითავს ხო ესეთ გლობალურ საკითხში აქ ძირითადად ეს საკითხი ვაჭრობის პოლიტიკური ვაჭრობის თემაა და უნდა გადაწყვიტოს დიდმა ქვეყნებმა ამერიკამ, ჩინეთმა და რუსეთმა. აი რაზე ივაჭრებენ ესენი, ხო? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ალბათ კახა. ვაჭრობის რა თქმა უნდა ივაჭრებენ, დათო ვაჭრობის პირობებს გააჩნია. ის პირობა, რომელიც შენ თქვი და რომელიც მე არაერთხელ გამიჟღერებია როგორც ეთერში, ისევე რაღაცა გარკვეულ კულუარულ შეხვედრებზე, თუ ექსპორტულ დონეზე ეხა პუტინთან არ ქონია ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობა, მაგრამ ექსპორტულ დონეზე რო გამიჟღერებია, ეს საკითხი სწორი არის. მაგრამ რუსეთს ესმის ეს პირობების ყვანაირად რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაივიწყეთ აი სხვა რაღაცებზე მოვილაპარაკოთ იქ რაღაცა ვიზები მოხსნეს უკვე ფრენები აღადგინეს და ისინი ფიქრობენ რომ ამითი საქართველოს უნდა იყოს მადლიერი და ეხა კიდევ ერთხელ ვამბობ აზერბაიჯანს რაც დაუთმეს ეხა უნდა ვნახოთ სამწუხაროდ ესე მოხდა რომ ჩვენ შეიძლება აი შენ როცა იყავი ეროვნული მოძრაობის აქტიურ ასე ვთქვათ პროცესში ჩართული მოვლენების დროს საქართველოს აზერბაიჯანზე წინ იდგა მაგრამ ნუ ისე მოხდა რომ იმ ქვეყანას უფრო თავიანთი ლიდერი იმათაც გადაიარეს რთული პერიოდი მაგრამ აზერბაიჯანი დღეს არის ანგარიშგასაწევი ძალა საქართველოს არ არის ობიექტური მიზეზების გამო ანგარიშგასაწევი ძალა რადგან ამ თემას დაუბრუნდით მე კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვან რამოდენიმე წლის წინ ეს ალბათ 6-7-8 წლის წინ მოლდოვაში აირჩიეს პრორუსული ლიდერი პირდაპირ აი ღიად პრორუსული იყო ესეთი კი არა კოცები რო არიან პირდაპირ ამბობდა რომ ჩვენ რუსეთთან უნდა გქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა იყო ესეთი იგორ დოდონი რომელიც ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პუტინს, პირდაპირ ეთერში იმართებოდა ეს შეხვედრა და იქიდან უყურეთ ყველამ და უთხრა რომ აი ჩვენ გვინდა რუსეთთან მეგობრობა და მინდა რომ აი დნესტრისპირეთის საკითხში რუსეთმა გადმოდგას გარკვეული ნაბიჯები.
პუტინმა პირდაპირ ეთერში უპასუხა, იცი რა, მე ვიცი ძალიან კარგად მოლდოვის კონსტიტუცია და მოლდოვის შიდა პოლიტიკური ვითარება, შენი არავინ არაფერს არ გეკითხება, ხარ სიმბოლური პრეზიდენტი, ამიტომაც როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი ჩამოყალიბდებით, რომ ეგრე გინდათ, მე ვილაპარაკოთ ნესტისპირეძე და ეხლა შენ ჩამოხვედი დღეს და ხვალ მე იქ თავრობამ ფაკულტეტი წაიყვანოს, რა თქმა უნდა ჩვენ ამის გამო ტერიტორიებს ვერ დაგითმობთ. ანუ ჩემი აზრით უნდა იყოს და ეს არა მარტო რუსეთთან ურთიერთობებში არის დათო ეს პრობლემა. ეს პრობლემა არის თვითონ სეპარატისტებთან. ეხლა ჩვენ კი მიგვაჩნია რომ იმ სეპარატისტებს არავინ არაფერს არ ეკითხება, მაგრამ ასე არ არის. განსაკუთრებით აფხაზეთთან მიმართებაში ეხლა აფხაზეთის და აფხაზი ასე ვთქვათ ეთნოზის პოზიციას გარკვეული მნიშვნელობა აქვს. და თქვენ გახსოვთ რომ გამსახურდიასთან წავიდნენ 91 წელს მოლაპარაკებაზე აფხაზები რატომ? რა იყო ძირითადი მიზეზი? გამსახურდიას სიტყვას და გარანტიას ჰქონდა ფასი. ეხლა სააკაშვილთან ვინ უნდა წასულიყო მოლაპარაკებაზე, ასალაბაშიძეს პირობა მისცა რომ ესე ვთქვათ დევნას არ დაიწყებდა თუ მშვიდობიანად დატოვებდა ბათუმს და 2 თვის შემდეგ მისი შშმ ოჯახის წევრის წინააღმდეგ საქმე აღძრა და დააპატიმრა. ან ივანიშვილს ვინ უნდა ენდოს ადამიანი რომელმაც ის გამოაცხადა ბარიერი 5ჯერ აწია და დაწია, ამბობს რომ დავწევ ბარიერს 1%-ზე, არჩევნები რომ მოვა აწევს 5%-ზე. ამბობს რომ მე დავწევ ისევ აწევ და რავი რამდენი საკითხზე შემიძლია გავიხსენო. ანუ ამ ხელისუფლებების, აი ამ კოდების გინდა ნაცების, რა ვიცი მე მათ შორის დიწყობას ვერ ხედავ, მათ სიტყვას ფასი არ აქვს. ამიტომაც ძალიან რთულია ამათ ან რუსეთი, ან აფხაზები, ან ოსები, ან ვინმე შეუთანხმდეს გრძელვადიან შეთანხმებაზე. ეს ერთ-ერთი პრობლემაა, რა თქმა უნდა, ერთადერთი პრობლემა ეს არ არის, მაგრამ მე ამიტომაც სკეპტიკურად უყურებ, თუმცა შეიძლება ვწდები და ღმერთმა ქნას რომ წდებოდე და ღმერთმა ქნას რომ რუსეთი მზად იყოს საქართველოსთან რაიმე დათმობებისთვის, მაგრამ რა ვიცი, ერთი 20 წელი კი არის უკვე რაც პოლიტიკაში ვარ, კი არა ცოტა მეტიცაა და ჩემი გამოცდილება მკარნახობს ამას, რომ არა ვირწმუნო, უკვე თუ არა ვიხილო და აი როცა დავინახავ რომ რაღაცა მაინც არის ზედაპირზე, მე გავარჩიოთ ეს ამბები სერიოზულად და ჯერჯერობით ამის არანაირი წინაპირობები არ ჩანს. მე კახა ხშირად ვიმეორებ ხოლმე რომ აი შეურიგებელი ვარ იცი შენ რომ 20-33 წელი ჩვენ აი რეჟიმს უყურებთ რომელიც იარაღის ძალით მოვიდა და არა არჩევნებით და აი ამ ხნის მანძილზე მთლიანად განადგურებულია ქვეყანაში ყველაფერი აბსოლუტურად ყველა სისტემა დანგრეულია რა ხო და რაც შეეხება აქეთ თუ გადმოვიწევთ აი ამ ბოლო ქართული ოცნების მმართველობას 13 წელი, ხო? იგივეა ზუსტად ისევ და ჩვენ უყურებთ აი ამ ორი გამანადგურებელი ძალის ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების ერთმანეთის ჭიდაობას. ხან ერთი გამოვა, ხან მეორე გამოდის და ამ კინკლაობაში გაყავთ აი ეს დრო და დღეს ალბათ ყველა წმუნდება რომ ეს კოჰაბიტაცია არ დასრულდება არავითარ შემთხვევაში. ერთადერთი ჟანგბადი ქართული ოცნებისთვის არის ნაციონალური მოძრაობა, სანამ იარსებებს ეს ნაციონალური მოძრაობის საფრთხე, მანამდე თავს მეტნაკლებად შვიდარგზნობს ქართული ოცნება. ამიტომ ეხლა საფუძვლიანი ის აქვს უკვე ქართულ ხალხს აქვს იმისი ლეგიტიმური უფლება, რომ გამოვიდეს და მოითხოვოს უკვე სამართლად. ამას სჭირდება რა თქმა უნდა ძალისხმევა და ძალა. ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ ქართველი ხალხის დიდი ერთობა შევქმნათ, გამოვიყვანოთ კახა ასპარეზზე ყველა ჭკვიანი ადამიანი, რომელიც აი ამათმა ფაქტიურად ამ წლების მანძილზე ჩარეცხეს და იმდენად დაბლოკეს, რომ საერთოდ ხალხში მათ არანაირი ცნობადობა აღარ აქვს. არიან ალბათ თქვენ ჩემზე არანაკლები უფრო მეტი მეგობრები გეყოლებათ, ხო, ჭკვიანი ხალხი, ანალიტიკოსები და განსწავლული ხალხი, რომელსაც არავინ არაფერს არ ეკითხება ამ ქვეყანაში და მუდმივად ერთი და იგივე თაღლითი პოლიტიკოსებს უყურებთ მედია საშუალებებში, ხო? ხო და აი ხლა ჩვენ აი აქ მე რამოდენიმე ის მაქვს ჩამოწერილი, აი განადგურებულია ეროვნული წარმოება მთლიანად, ხო, ქვეყანაში. ქვეყანაში ფაქტიურად ეროვნული წარმოება არ არის. განათლების სისტემა რა დონეზეა, ხო, აი ისინი შექმნეს და ისიც ვერ გაიგეს ქართული ოცნების ამდელი ხანი. მთავრობამ რომ რას უკეთებდა ეს ნაციონალური მოძრაობა, იქ რაღაც რა ქვია ის მაკეინის ინსტიტუტი, ფრანკლინები და თვითონ ეს რანაირი განათლება მისცეს ბავშვებს იქ თეატუთბერიძეს და ლომაიასხელში და ხედავთ სახეზეც მივიღეთ ჩვენ მასაზე ვიძახით მე თორე არიან ძალიან კარგი ახალგაზრდებიც, მაგრამ მასიურად განათლების სისტემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ვერანაირ
არანაირი ეროვნული იდეოლოგია არ აქვს უკვე. ხო, მონოპოლიზებულია ყველა სფერო კახა. საბანკო სისტემა გინდა, საფრთხე ქსელები გინდა, არ ვიცი რა, სავაჭრო ქსელები გინდა და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხო, რომ აი ყველაფერი არის ერთი და იგივე კლანების ხელში, გაანადგურა და მოსპო ქვეყანა. დაიცალა ქვეყანა უმცირესობაში ვართ ქართველი ხალხი. ხო და აი ამაზე თქვენ კომენტარი გააკეთეთ და კონკრეტულ საკითხებს მინდა კიდევ შევეხოთ მე აქ. დავა კონკრეტულად. რაც შენ ჩამოთვალე, სრულად გეთახმები ერთადერთი რაც შემიძლია დავამატო, რომ ეხლა შეიძლება იყოს რა თქმა უნდა სუბიექტური დამოკიდებულება ვიღაცას რაღაცა უფრო მოწონდეს სამთავრობის ვიღაცას არ მოწონდეს. უბრალოდ არის სტატისტიკა რა ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ რომ მაგალითად საქართველოში უმუშევრობა იზრდება, რომ საქართველოს მოსახლეობა მცირდება, რომ საქართველოს მოსახლეობაში ეთნიკური ქართველების წილი მცირდება. ნუ ეხლა ეროვნული ვალუტა რო უფასურდება, ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც არ ჭირდება ნებისმიერ მეტროსთან შეხედეთ სავალუტო ჯიხურს და ნახავ. ანუ არის ისეთი აი უაპელაციო ფაქტები, რომელიც გინდა კოცი იყავი, გინდა ნაცი იყავი, გინდა ლეიბორისტი არის, ნუ ასე არის. და მორჩა ამაზე არ შეიძლება იყოს შეხედულება გემოვნების მიხედვით. მე მიმაჩნია რომ ამისი მთავარი გამოწვევი მიზეზი აი მაგალითად ჩვენ ახსენე ორი ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი არის, რომ განათლება აწლევლების მანძილზე ბოლომდე დავირუსებული და დაინფეცირებული ამ ლიბერალური სიგიჟეებით და მეორე მაგალითად ეროვნული წარმოება, რომელიც განადგურდა და პრაქტიკულად რაღაცა ლუდის და 1-2 გამონაკლისის გარდა არაფერი საქართველოში არ იწარმოება. ამ საკითხებში ქოცებს და ნაცებს ჰქონდათ სრულიად იდენტური ხედვები. აბსოლუტურად იდენტური ხედვები, ისევ როგორც შევარდნაძეს და მისაღები იყო ბოლომდე და უნდა ითქვას რომ ეკონომიკური პოლიტიკა დღესაც ივანიშვილს აქვს ლიბერალური, არავინ არანაირ ეროვნულ ასე ვთქვათ წარმოებას არ ეხმარება, ხელს არ უწყობს, პირიქით ყველა ხელს უწყობს იმპორტს. განათლების საკითხშიც მე ვერ ვიტყვი რომ რაიმე არსებითი ცვლილებები პროგრამული არის შეტანილი, აქაც არის ძალიან მანკიერი პოლიტიკა. ერთადერთი ეხა ივანიშვილს თვითონ რომ დაემუქრა ასე ვთქვათ დამხობის და რევოლუციის საფრთხე, ეხა დაიწყეს რაღაც საუბარი ამ არასამთავრობო სექტორზე, იქ უცხოურ გავლენებზე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის მარტო აისბერგის წვერი, რომ რაღაცა იქ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მედიას აფინანსებენ, მაგრამ რაც ხდება აი თქვენ აბსოლუტურად სწორად ახსენეთ განათლების სისტემაში და ეკონომიკაში, ეს ციფრებით იზომება. აი მაგალითად გეტყვით რომ ყველა ქვეყანა ითვლის ეს სოფლიოს ყველა ქვეყანაში იციან, ჩვენ საქართველოში არ გვაღელვებს მარტო და არ არის ეს პოპულარული იმპორტ-ექსპორტის სალდო, არა ქვეყანა უფრო მეც ყიდის თუ უფრო მეც ყიდულობს. თუ ექსპორტი მეტია, ითვლება რომ ქვეყანა არის გამართული და რაღაცას აწარმოებს და შემოსავალია კვალიტის, თუ პირიქით იმპორტი მეტია, ითვლება რომ შენ სხვა ქვეყნის ეკონომიკას ასე ვთქვათ აჯანსაღებ. აი ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას რომ შევარდნაძის დროს უკვე იყო მინუსი, ეს იყო დაახლოებით -9 მილიარდი დოლარი სავაჭრო სალდო, რომელიც სააკაშვილის დროს გაათმაგდა, გახდა -4,5 მილიარდი და დაახლოებით იმ ნიშნულზე დგას დღემდე. ეს ციფრი არ შეცვლილა. ანუ ეს არის ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ამის გამო არის რომ საქართველოსთან გარბიან მთელი საქართველოს შენ თვითონაც ცხოვრობდი ესპანეთში და იცი რამდენი ქართველი მუშაობს ძიძად და მთელი იტალია, მთელი საბერძნეთი, მთელი გერმანია, შეერთებულ შტატებში უკვე ნუ თურქეთში ხო ყველაზე ადრე დაიწყო ეს პროცესი. რატომ? სამუშაო ადგილები აქ საიდან იქნება თუ არაფრის წარმოება არ იქნება. მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური მოდელი და ამაში შევარდნაძე, სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. ისინი ხელს უწყობენ იმპორტს, უცხოურ იმპორტულ კომპანიებს, რომ მათ შემოიტანონ თავიანთი პროდუქტი, მათგან აიღონ ქთამები და საქართველოში რო აწარმოო დღეს რაც გინდა ნებისმიერი პროდუქტი აიღე, 10-ჯერ უფრო ძვირია და 10-ჯერ უფრო რთულია, ვიდრე უცხოეთიდან იგივე პროდუქტის შემოტანა და სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, ეხლა რა ვიცი, ხოცნაცები რაღაცეებზე რაზეც ჩხუბობენ, ეხლა ზარკუა დაბადების დღეს დუბაიში გადაიხდის თუ ქუთაისში, ამის გამო ეხლა საქართველოს არ დაიქცევა და არ წაყვდება, ეს არ არის ასე ვთქვათ ქვეყნის წინსვლა არ წასვლა. არა, ხალხის პრობლემებზე საერთოდ საუბარი არ არის. მხოლოდ აი აქციები და ეს. ეხლა ნახეთ კახა, აი ამ ეროვნული წარმოებაზე მინდა ერთი რაღაც გავიხსენო, ამას წინათ ერთ-ერთმა შიდა ქართლიდან სახელი და გვარი ზუსტად აღარ მაქვს, მე გაზიარებული მქონდა ეს პიროვნების ვიდეო. დაიწყო წარმოება წვენების, ანუ არანაირი დანამატები და ის სულთა ნატურალური წვენების არც შაქარი. პირდაპირ ნატურალური წვენების გაკეთება 15 დასახელების წვენი ჩამოასხა.
ეხლა დადგა მთავარი პრობლემა. ქსელებში შეტანის და გაკითხვის. როდესაც შევიდა ეს ფრესკო, ეს სპარია თუ კარფურია თუ რომელიც გინდა დაასახელოთ. ესე იგი ამ კაცმა თქვა პირდაპირ რომ შევიტანეო 15 დასახელების იმას კი არ შევიტანე რომ წავუდგინეო ხო 15 დასახელების წვენზე სახეობის წვენზე შემეშა რა ქვია მითხრეს რომ უნდა გადამეხადა 150.000 ლარიო ანუ თვითონ რეგისტრაცია თვითონ იმაზე 10.000 ლარი უკვე თავიდან ამას თუ ეგრეთ წოდებული თაროზე დაგებით ტაქსი არაფორმალური ეხლა უყურეთ ამას გარდა ქეშბეში ანუ მე თუ შემაქცო 3.5-ად 3.50-ად ლიტრა წვენი ნატურალური ის ქეშბეში ითხოვს კიდე 20%-ს ანუ იმ 3.50-დან ითხოვს კიდე 70 თეთრს დაახლოებით და თვითონ ფასადებს 7 ლარს 100% მოგება უნდა მაგრამ 100%-ზე მეტი გამოდის კიდე ამას აფრთხეს გესმით აი ასეთი სისტემის და ასეთი თაღლითური სისტემის ხელში რანაირად უნდა დადგეს ფეხზე ეროვნული წარმოება ახლა სად არის აქ საერთოდ სახელმწიფო იმიტომ არის რომ ეს ხალხი არის გათხოვებული ყველგან აფრიაკებში სავაჭრო ქსელებში ბანკებში სულ ერთი და იგივეს უკეთებს 5 მაგაძარცვა კი ბატონო დათო შენ იცი ახლა რომ რაც ჩამოთვალა აი ყველაფერში გეთახმები ცოტა ისეთი ეთერი არის აი ბედაშეში არაფერი სხვაობა ამაში არ არის ზოგიერთ საკითხთან მე თვითონ მქონდა შეხება აი მედიკამენტებთან დაკავშირებით როგორ შეიძლება თურქეთში ღირდეს მედიკამენტები აგერ ყურის ძირში არის თურქეთში ღირდეს მედიკამენტები 3-ჯერ 4-ჯერ უფრო იაფი ვიდრე საქართველოში შენ იცი რომ მე დავდიოდი 2019-20 წლებში ჩემი მანქანით ძღოლიც მე ვიყავი იმპორტიორიც მე ვიყავი გადმო მქონდა და დაუშვათ 200 ლარიან წამლებს ხალხს 70 და 80 ლარიში სახში მიმქონდა გადმოტანის ხარჯებსაც ჩვენ არ ვართვდით ოღონდ ახლა მე ჩემი მანქანით მთელ საქართველოს გვარ მოვამარაგებდი მე მქონდა ასე ვთქვათ გეგმად ის რომ ამას რომ დაინახავს საზოგადოება მე ასე ვთქვათ ამაზე რეაგირება იხდება და რაღაცა მოყვება და იცით რეაგირება რა მოყვა მე აღმიძრეს საქმე აუდიტის სამსახურში და მითხრეს რომ ეს ყოფილა თურმე კანონის დარღვევა რომ როგორ შეიძლება ამორჩევლის მოსყიდვა ყოფილა რომ როგორ შეიძლება 200 ლარიან წამალს მე რატო ჩავაბაქ 70 ლარად აი ძარცოვენ პირდაპირ საქართველოს მოსახლეობას ეხლა შენ იცი რომ არის საქართველოში გვაქვს კანონიერი ქურდების შესახებ რომ თუ ადამიანს ქვია კანონიერი ქურდი ეგრევე ციხეში ჩააგდებენ მიუხედავად იმისა რომ ამის აშავებს თუ არ აშავებს ქურდებს კი არ ვიცავ ისი თქმა მინდა იცი რომ აი რა ჩვენ კანონიერი ქურდები გვყავს საქართველოში რა ვიცი კალაშოვი და ონიანი და ყველა ერთმანეთს მიუმატებთ არ დაესიზმრებათ რათო არ დაესიზმრებათ რასაც პარავენ სააფთიაქო ქსელები ბანკები და საწვავის დისტრიბუტორი კომპანიები საქართველოს მოსახლეობას არ დაესიზმრება ყოველდღე უღებენ მილიონებს ჯიბიდან გამიგე ნამდვილი ქურდები სულ მახსენდება ხოლმე ეხა ეთერებში მომიყოლია ეგ რომ ნატლიაში არის ოღონდ წინგში არის ეს ფილმში არ არის გადასული ეს ეპიზოდი ვიტო კორლეონე რო ეუბნება თავის უბრალოდ შვილს სანტინოს რაღაცა ბანკის თუ რაღაც მოხელეებს ანახებს და ჩვენ კი ახლა ვართო შვილო ნამდვილი ბანდიტებიო ჩვენო გვიხდებაო ავტომატითო რაღაცა თითოეული დოლარის შოვნაო და სისხლიო და წვალებაო აი ნამდვილი ბანდიტებიო ვინცო გასტუკით არიანო გასტუკით დადიანო და ისინიო ჩვენზე 10 ჯერმეთ შეულობენო ზუსტად ეს არის ნამდვილი ბანდიტები არიან ხელისუფლებაში როდესაც საშუალება გააჩნია რომ ჩახვიდე რაღაცა ტრაპიზონში იყიდო 60 ლარად გაყიდო 200 ლარად საქართველოში რაც უნდა ამას ბიზნესი ნებისმიერი მე და შენ შეგვიძლია გავხდეთ რომ გავხდეთ მილიარდელები 2 წელიწადში ოღონდ უნდა გქონდეს მთავრობის მხარდაჭერა იგივე შეეხება ბანკებს რომელიც იცი შენ მე 2-ჯერ ვიყავი დაპატიმრებული და 5000 ლარის ჯარიმა ჩამომაჭრეს ჩემი ანგარიშიდან იმის გამო რომ გამოსახლების დროს მოუწოდებდი საზოგადოებას ასე ვთქვათ ამ მევახშეების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ ვინ დამაჯარიმა ეს რა გლობალურმა დიპ სტეიტმა დამაჯარიმა ივანიშვილმა დამაჯარიმა ივანიშვილის რეჟიმმა დამაჯარიმა პირადად და რა ვიცი ადგილობრივ წარმოებასაც მე ვიცი ეგ პრობლემა რა ჩვენ თქვი რომ თაროზე რო დადო ეხლა რომ შევიდეთ ჩვენ ნებისმიერ მარკეტში იცით რომ წვენები ჭირები ყველაფერი 99% არის იმპორტული იმიტომ რომ იმპორტულისთვის ეს იმპორტული პროდუქტის წარმოებლები ესენი არიან გიგანტური კომპანიები რომლებსაც აქვთ ფული ჯიბეში რომ მარკეტსაც გადაუხადონ ქრთამი თავრობასაც გადაუხადონ ქრთამი და აქ რო კაცი ძალიან გავსინჯე ერთხელ მაგალითად ძალიან გებრიელი უგემრიელესი მანდარინის ჩინები ქართული სადღაც სარდაფში ყიდი და ის კაცი და რომ ხარ რომ მარკეტში არ შეგაქმნეთ კი მარკეტში აი ჩემი ფულით ვაკეთებო ბანკისგან სესხი ვერ ამიღიაო რომ
პროდუქცია ვიყიდო და რაღაცა შევფუთო და იმაში ჩავდო, პარკშიო და ეხა სადავად მე იმისი ფული რომ იმას მაგნიტს და ორნობის კიდე ფრთამები უხადო. ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. უნდა ფულით და უნდა ადმინისტრაციული ბერკეტით რომ უნდა გაიყიდოს პირველ რიგში ხარისხიანი ქართული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია სავაჭრო ქსელებში და მე რა თქმა უნდა უკვე რაც არ აქვს ჩვენი წარმოების იქ შეიძლება რომ იმპორტი იყოს, მაგრამ ერთ მაგალითსაც ვიტყვი, სასაცილო არ არის რომ ციტრუსის წვენები საქართველოში უკრაინული იყიდება. მაესემია და სანდორა, რუსული ერთი რუსული ამგვარ მეორე უკრაინული თუ რაღაც ეგეთი. რა მნიშვნელობა აქვს? არც ერთს არ აქვს ციტრუსი. ნახევარი საქართველოს ციტრუსია და ჩვენ გვაქვს იმპორტული ციტრუსის წვენში ყოველდღიურად საქართველოს მოსახლეობა იხდის რამოდენიმე მილიონ ლარს. ატმის წვენები სომხურია, ჩაი ირანულია და რა ვიცი, ყველაფერი. ეხლა აღარ ვამბობ მაღალ ტექნოლოგიებზე, გასაგებია რომ ტელევიზორი არ აქვს ჩვენი და კომპიუტერი და ეს გასაგები არის ეხლა აქ ობიექტური მიზეზებიცაა, მაგრამ სასურსათო პროდუქტებს მაინც რო ვერ აწარმოებს ქვეყანა და ამ დროს ქვეყნის სათავეში ვითომ არის მეცენატი მილიარდელი. ისე მაგას რა უთხარი, მილიარდელი თუ არის ერთი სამრეწველო ობიექტი ხო შეიძლება გახსნილიყო 13 წლის მანძილზე. რა ჯანდაბად გვინდა ის რო გვაჩუქა, რა ქვია, შეკვეთილში გვაჩუქა, ვითომ გვაჩუქა რა შეტენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისთვის, საკონცერტო დარბაზი, სადაც წელიწადში ერთხელ ვიღაცა ჩამოდის, ეხლა მე მგონი წელიწადზე მეტი არის უკვე რაც არ ჩამოსულა, ვიღაცა ჩამოდის ექსტრავაგანტური მომღერალი და აწყობს კონცერტს. მე არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს, იმ მომღერლებსაც თავისი ფანები აქვს, მაგრამ საქართველოს პრობლემა ეგ არის, კაცო, დღეს რომ ბრუნო მარსი ჩამოვატო ის რა ქვია, ვიღაც კიდე ვინც ჩამოყავთ ხოლმე, ეგ არის საქართველოს პრობლემა, შენ რო ხარ მილიარდერი და მთელი ძალაუფლება ხელში გაქვს, თუ ის არის პრობლემა, რომ საქართველოში როგორ შექმნა სამუშაო ადგილები, რომ ქვეყანა ადგილობრივი მოსახლეობისგან არ დაიცალოს. და ერთსაც ვიტყვი კიდე, ცენტრალური გზა რო შენდება დათავ. იცი შენ კრედიტით ვაშენებ ჩვენ ამ ფულს, ეს არ გეგონოთ რომ საჩუქარია ზოგს გონია რომ ჩინელები აფინანსებენ, ჩინური კრედიტია ეს, არ არის რომ ვიღაცა რაღაცას ჩუქლის და რატო უნდა იყოს, მე არაფერი საწინააღმდეგო ჩინეთის არ ამაქვს და ვინმე არ გამიგოს, პირიქით გონია რომ საქართველოსთვის ძალიან კარგი პარტნიორი იქნება. გინდა ჩინელი იყოს, გინდა ინდოელი იყოს, გინდა ფრანგი, გინდა იტალიელი, ჩემთვის ერთი და იგივე არის. სამუშაო ძალა რატო უნდა შემოყვავდეს? ჩვენ ხედავთ რომ იქ უმრავლესობა ვის დასაქმებულები არიან, არ არიან ჩვენი მოქალაქეები. რატო უმუშევარი და მუშა და მშენებელი ყავს ცოტა საქართველოში? ეს ხო სახელმწიფო პოლიტიკა არის. ამას ხო იმ ქვეყნებში, სადაც არიან პატრიოტები და ეროვნული მთავრობები და ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი არის აგერ ჩვენი მეზობელი თურქეთი, იქ ხო ამას არეგულირებენ. თურქეთში ყველაფერი, მათ შორის ევროპული პროდუქტიც იწარმოება თურქეთში, აიძულა, მაგალითად არის მე ამ მედიკამენტები რო შემომქონდა, ერთ-ერთი მსხვილი ძალიან ისეთი მაგარი ევროპული გერმანულ-შვეიცარიული კომპანია არის ბაიერი. ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, გიგანტი არის, რომელიც აწარმოებს მედიკამენტებს, ოღონდ ერდოღანმა დაუსვა პირობა. იყოს თურქეთის ბაზარს მოგცემ ჩვენ, ოღონდ ქარხანას გახსნი თურქეთში, იქ მიუნხენში გაკეთებულს კი არ შემოიტან თურქეთში. გახსნი ქარხანა თურქეთში, დაასაქმებ თურქეთში, თურქეთის მოქალაქეებს, ტექნოლოგიებს შემოიტან თურქეთში, აწარმოებ პროდუქციას თურქეთში, ბიუჯეტის გადასახადებს გადაიხდი თურქეთის ბიუჯეტში და მე კი ბატონო აქ ნაწარმოებ პროდუქციას შენი ბრენდით გაყიდე თურქეთის ბაზარზე. აი ეს არის, როდესაც ქვეყანას ყავს პატრიოტი, ეროვნულად მოაზროვნე, სახელმწიფოდ მოაზროვნე ხელისუფლება. ხო, რა ვიცი, ჩვენ ვიღებსეთ. მე აი გახარ ჩვენ ახსენე და ეხლა სიმწრით ვიხსენებ ხოლმე ეხლა საბჭოთა კავშირს როგორ უნდა გავეტირო, კაცო, ამის წინააღმდეგ ვიბრძოდით მთელი ახალგაზრდობა, ხო და ეხლა რო გადავხედოთ, ხო, აი 70 წლიან მმართველობას და აი ამ 35 წლიან მმართველობას, ნახევარი დრო გავიდა, ხო? აი ამათ ხელში. 70 წლის მანძილზე საოცარი ის არის, შედეგები ჰქონდათ, აი იმ კუთხით, რომ თბილისის მეტროპოლიტენი აშენდა კახა, ენგურჰესი აშენდა, 31 ქარხანა აშენდა, რუსთავის მეტალურგიული და მთლიანად რუსთავის ქალაქი აშენდა. ეხლა აღარ ჩამოვთვლი ვინ დაასრულოს, გორის ბამბეულიო და ფეროშენადობი ქარხანაო და 1000 რაღაცები, ხო? ვინ ჩამოვთვლის? რუსეთის დამცველად. ჯო, ამ დამოუკიდებელი საქართველოს ხელში თავს რო იწონებენ და ხან ვითომ პირველზე ვარ და ხან მეორეზე ვარ ევროპაში და სოფლიოში. ვემამაცხონებულებო, ერთი წარმოება, ერთი დამისახელონ რო შექმნეს. ყველი სოფლები და რაიონები იცლება. სოფლის მეურნეობა მთლიანად მიწასთან არის გაფორმებული. გაპარტახებულია ველმიდრები კახა. თითო აი იმ დროს მე როდესაც უკვე აი ეროვნული მოძრაობა რო იწყებოდა,
ერთ პატარა სოფელში შენ იცი სოფელი ძამას ხეობაში ზლუდერი ყინწვის ხო იცი ეს? კი ბატონო, ყოფილვართ ერთად, კი ბატონო. კი ბატონო. 5000 სული მარტო ცვარი ხავდათ. აღარ ვამოწ უკვე იმაზე როხებზე და ხო 1500 სული მარტო ერთ სოფლის კოლმეურნეობაში გესმი? ყველაფერი მოსპეს ეს ისინი სათიბები და ეს ის როარი და ამას ყოფრი და ყველაფერს. ეხლა ხომ შეიძლება რაღაცა გაკეთდეს და დასაქმდეს ხალხი. არავინ მთლიანად გავერანებულია ის კი არა სოფელში რო ყავდათ ხალხს რაღაცა თითოეულად როხა ისიც უკვე მეათედი აღარ არის და საერთოდ სოფელს აღარ გავს უკვე. თავდება ყველაფერი მოსპობილია ყველაფერი ახლა. ეს არის აი არ ვიცი მე ეს ამას აქ ვიღა იცხოვრებს საქართველოში იმიტომ რომ გარბის და იცლება მთელი ქვეყანა კაცი. აი მე რა მინდოდა ეხლა შეგეკითხო ძალიან მინდა აი ეს თემა არის ძალიან აინტერესებს ხალხს მიწების საკითხი უცხოელებზე გაყიდვები რო ხდება ეხლა აი ბაზალეთის იმაზე იყო იმ დღეს რეპორტაჟი არაბებს აქვს იქ ნაყიდი 200 ჰექტარი მიწა შემოღობილი აქვს და აპირებენ არაბული სოფლის გაშენებას ხო და ეს ბენდუკიძის შვილს გაუყიდია როგორც იქ ქვეს ამ ვიდეოში არ ვიცი ზუსტად მე ესეთი ინფორმაცია არის და კიდევ წერდნენ აგერ დღის განმავლობაში წყალტუბოდან წერდნენ ჩინელებით გაიფსო ესე იგი აქაურობაო ძალიან ცუდი ხმები ისმის კახამცხეთის ტერიტორიებზე რომ ძალიან ბევრი დიდი რაოდენობის მიწა გაყიდული ებრაელებზე არ ვიცი მე ამ პატარა ქვეყანაში აი საერთოდ ქართველი ადამიანისთვის რჩება რამე აი ეს მიწის გაყიდვა როგორ ხდება უცხოელებზე დღევანდელი კანონმდებლობით როგორ არის იქნება კი ბატონო გეტყვით ამ საკითხში მე ჩართული ვიყავი როცა კონსტიტუციაში მთავრობამ პოპულისტურად ჩაამატა მაშინ რომ აიგრძელა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაცია უცხოელებს და მაშინვე ვთქვი თუ ზოგადად დათო მთავრობა არის საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის მტერი კანონში რაც გინდა ჩაწერე ხა ხო გასაგებია რომ იმ კანონის ადმინისტრებას თუ კორუმპირებული მთავრობა ახდენს კორუფციისთვის კანონი ბარიერი არ არის ეხლა რა ხდება კანონში წერია რომ აკრძალული არის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვა უცხოელებზე მაგრამ გადაყავთ ეს მიწები არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების კატეგორიაში მორჩ შეგიძლიათ მიხვიდეთ ეს სამი მიიტანოთ ან მერიაში ან ეკონომიკის ან იუსტიციის სამინისტროში გაკეთებენ ყველა საბუთებს გადაიყვანთ დაერქმევა ამას არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა და შეგიძლიათ აყიდინოთ უცხოურ კომპანიას და აი ესე ხდება ეს საკითხი ამაზე მაშინვე ვსაუბრობდით ჩვენ რომ ამ ტიპის შეზღუდვები ჩაგვედო კანონში რა თქმა უნდა ეს არ იქნა გათვალისწინებული იმიტომ რომ აქ საკითხი მარტო ამ ერთ კანონში კი არ არის აქ არის დათო საუბარი იდეოლოგიაში რომ გამსახურდია შემდეგ მოსული ყველა ხელისუფლება ამბობს ალბათ ეს ფრაზაც გაგიგიათ არა მარტო ბენდუკიძისგან იგივე ივანიშვილისგან რომ რა მნიშვნელობა აქვს მე მიწას ხო არ მოიკიდებს ზურგზე და ხო არ წაიღებს და აქ თუ ფულს შემოიტანს ყველა ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკა საქართველოს სპეციფიკა არის ის რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენ ვართ სამწუხაროდ ძალიან ცუდი ტერმინი არის მაგრამ გაეროს მოსახლეობის ფონდმა ეს ტერმინი უწოდა ქართველ ერთ მომაკვდავი ერი რომელიც შეიძლება უკვე ამ საუკუნეში გახდეს ეთნიკური უმცირესობა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ამიტომაც ჩვენ არ შეიძლება ჩინეთის იმითი რა ქვია ან ინდოეთის კანონმდებლობით ვიხელმძღვანელოთ ჩვენ უნდა გქონდეს ისეთი კანონმდებლობა როგორიც აქვს მაგალითად ისრაელს ანუ სპეციფიურ ვითარებაში არის მოქცეული და ეხა არაბებმა შეიძლება იყიდონ იცი არაბების ნაყიდი არის პარის სენ-ჟერმენიც და ინგლისური კლუბებიც და ბევრი და შეზღუდვა არ აქვს მაგრამ ეხა ისრაელში იყიდის საფეხბურთო კლუბს ან რაიმე ობიექტს ვერ იყიდის გასაგებია იმიტომ რომ არის სპეციფიური ვითარება და საქართველოს შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენ უცხოური ინვესტიციები არ უნდა შევზღუდოთ ოღონ უნდა გქონდეს შეზღუდული იმ ტიპის ინვესტიციები რომელიც დაკავშირებული არის მოსახლეობასთან სამუშაო ძალის შემოყვანასთან ან სამუშაო ძალის დასახლებასთან გამიგეთ თორე ეხა ინვესტიციას არაბი გახდეს ჩინელი ფრანგი თუ იტალიელი საქართველოში ქარხანას მე მხოლოდ მივესალმები მაგრამ ის რომ სამუშაო ძალა შემოყავთ და მით უფრო აქ ბინადრობის მოწმობებს თეატრ ლუკიანის დროს გაკეთეს ძალიან დიდი ბოროტება რომ 10000-ობით 80000-ზე მეტი ბინადრობის მოწმობა გაიცა ეს რა თქმა უნდა არის დანაშაული მაგრამ დღეს ჩვენ ვყავთ საქართველოს ხელისუფლებაში ადამიანი რომელმაც განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა როგორ ხედავს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის გადაწყვეტას ალბათ მოსმენილი გაქვთ ეს ინტერვიუ
ჩვენ ავუღებთო იაფიან ბილეთებსო ჩვენს უმუშევარ მოქალაქეებს და გერმანიაში გავაგზავნითო იქ არისო დასაქმება ბოსნეულის მოკრეფაზე და კაი ხელფას იხდიანო. ანუ ამაში ხედავს ივანიშვილი გადაწყვეტას რომ რაც დარჩა კიდე საქართველოს მოსახლეობა ისინიც გერმანიაში ვამუშაოთ. და არა იმაში რომ აქ გაიხსნათ სამუშაო ადგილები. ეს იდეოლოგიური მიმართულება არის, ეწოდება იმას, რასაც ჩვენ საუბრობ და რაშიც მე მხარს გიჭერ, პროტექციონიზმი, რომელიც აქვს თელ რიგ ქვეყნებს და არის ლიბერალიზმი, რომელიც ამბობს იმას, რომ არა აქვს მნიშვნელობა ქვეყანაში ვინ იქნება დასაქმებული და მოსახლეობა ვინ იქნება, თავარია ეს იყოს ეკონომიკურად გამართული მოდელი და ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ეკონომიკურად გამართული მოდელიც, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ იყოს ქვეყანამ თავის თვითყოფადობა შეინარჩუნოს, თორე ახლა შეიძლება არ ვიცი, შეიძლება ჩინელებმა უკეთესად იმუშაონ მართლაც რაღაცა ტიპის სამუშაოებზე, ვიდრე იმერლებმა და ქართველებმა, მაგრამ რა, ახლა ამის გამო დავასახლოთ ჩინელები ან რა ვიცი, ნებისმიერი კიდევ ერთხელ ჩინელების მიმართ უღრმესი პატივისცემა მაქვს ზოგადად მოდი ვთქვათ უცხოელები. ზოგადად უცხოთობის წარმომადგენლები. ეს არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და ვინც იცის როგორ დაიწყო პრობლემები აფხაზეთში და სამაჩაბლოში, ოსებს არასდროს არ დაუყრიათ საქართველოს ტერიტორია. ყოველთვის ბოლო საუკუნეების მანძილზე არ შემოჭრილა ოსების ჯარი, შემოვიდნენ როგორც მუშები, რომელიც ჩამოყავდა თავად მაჩაბელს. ჯერ დაასახლეს ჯავაში, მერე დაასახლეს ცხინვალში, მერე მუშებიდან გახდნენ რაღაცა, ასე ვთქვათ, შევიდნენ საბჭოებში, ბოლოს გახდნენ საბჭოს თავმჯდომარეები და ბოლოს კი იცით რაც გააკეთეს. ანალოგიურად იყო ვითარება აფხაზეთში, სადაც სხვათაშორის ამაზე არ უყვართ ჩვენ ისტორიკოსებს საუბარი, თორე ნუ ცოტა ხნით გამოასწორო ბერიამ ვითარება, რამაც ეს კონფლიქტი უფრო ადრე დაიწყებოდა, იქ რო არ ყოფილიყო ქართული მოსახლეობა და ეს სამწუხაროდ დღევანდელ ხელისუფლებას არ ესმის. ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს ეს არის რაღაცა ეკონომიკური ერთეული, სადაც შეიძლება X რაოდენობა მილიარდის მობილიზება და შოვნა, დანარჩენი ახლა რაზე ჩვენ საუბრობ, აი დარწმუნებული ვარ დათო და ვიცი კიდევაც ეს არ უყურებს ჩვენ ეთერს, მაგრამ რო უყუროს, იტყვის რომ რევს ბოდავენო ესენი. ეს მისთვის არის ბოდვა, ეს მას არ აინტერესებს საქართველოს მოსახლეობის ან დასაქმება, ან თვითყოფადობის შენარჩუნება. მას აქვს დავალება მიცემული თავის კორუფციულ მთავრობაზე, რომ უნდა იშოვონ ყოველწლიურად ტენდერებიდან და პრივატიზაციებიდან, რა ვიცი, თქვა და 5 მილიარდი დოლარი. მორჩე, ეს არის მათი ერთადერთი ინტერესი. ხო, საერთოდ მე მიმაჩნია კახად და თქვენ ახლა ამაზე ასე ჭიროა რომ მე თქვენ ამას ვერ გასწავლით, იცით ეს ყველაფერი. როდესაც სუსტია პროტესტი ერში, მთავრობა უფრო და უფრო მეც სისაძაგლეს ჩაიდენს, ხო? აი ახლა ავიღოთ რამხელა 300%-ით გაიზარდეს ხელფასები, ხო? აგერ პარლამენტში მინისტრების ხელფასები ავიღოთ, მინისტრის მოადგილეები და ყველა აბსოლუტურად ყველა მაღალი ჩინოსნის ხელფასი, რა ვიცი, გაიზარდა 3500 ჰქონდა თქვენი პარლამენტარებს და გახდა 11000, ხო? ახლა არ ვიცი მე ამ დაქცეულ ქვეყანაში, როდესაც შენ აი დასამტკიცებელი გაქვს ხელისუფლება ხარ და დასამტკიცებელი გაქვს ერის წინაშე რომ რაღაცა კარგი გააკეთო, პირველი რასაც აკეთებ საკუთარი თავისთვის უზომოდ იზრდი ხელფასებს, ხო? ეხლა ხელფასი ეს კიდევ ჩვენ ვიცით რომ ხელფასი არაფერი არ არის მინისტრი ერთ თვეში რასაც ჩაულობს ის ხელფასი შეიძლება 5 წელი რო იმასქნა იმას აღემატება, ხო? ეს კიდე სხვა თემაა. ამ დროს აი ხა მე ძალიან ბევრი მეკითხება ამ თემას, აი საპენსიო ასაკის. ხომ შეიძლება აი ამათ ესენი რომ ცოტა ეროვნულად იქცეოდნენ და პატრიოტად იქცეოდნენ, საპენსიო ასაკის დაწევა უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ ფაქტიურად 50 წლის შემდეგ აი დაუსაქმებელია ხალხი და კაცო, ხომ შეიძლება ან ქალი და კაცი რამ განასხვავა? ხომ შეიძლება იყოს 60-დან ასევე მამაკაცებისაც და ქალებისაც. ქალებისა კი არის 60-დან. ხომ შეიძლება 5 წელი დაიჭიროს ეს და გათანავდეს, ხო? რა, სტატისტიკურად მამაკაცი უფრო ნაკლებს ცხოვრობს, ხო? ცოცხლობს ქალბატონებზე. აი რატომ არის ეს რომ საპენსიო ასაკი არის მამაკაცებისა 65 წლი? ემამაც ხონებულებს ემხელა ხელფასები რო არ ქონდეთ, ამხელა უფასო საწვავები და ამხელა რა ქვია, იმხელა ჯიპებს დააგრეალებენ, ახლა რომ 100 კილომეტრზე გონი 30 ლიტრა არ ყოფნით, ხო? ეკონომიური მანქანებსაც კი არ ხარო. ეს ყველაფერი ხო ეს არის სხვარგადასული კორუფცია. ეხლა კორუფცია ყველა ქვეყანაში არის აბსოლუტურად ნანკითქვის ყველა ქვეყანაში, ნუ ყველა ქვეყანა ასე თუ ისე ებრძვის,
უბრალოდ გააჩნია კორუფციის მასშტაბებს. მე მოგიყვანთ ორ მაგალითს. ეხლა ერთი ისეთი სერიოზული კი არ არის, მაგრამ უბრალოდ ახლო პერიოდში იყო. პერსონალურად ეხლა მე არავის არ მაინტერესებს დაბადების დღეს სადიხდის, მაგრამ საქართველოს პარლამენტის წევრებმა საჯარო მოხელეებმა დაბადების დღე რო გადაიხადეს იმაში აბუ-დაბიში. და ნახევარი პარლამენტი ყავდა წაყვანილი, მარტო არ იყო კიდე იუბილარს, ხო? აი, შენ თვითონ წარმოიდგინე ეხლა რომ გამსახურდიას დროს რომელიმე დეპუტატს რო გადაიხადა დაბადების დღე წასულიყო და წაიყვანა სადღაც საზღვარგარეთ. გაგიჟდებოდა თვითონ გამსახურდია, კაცო. ეგ ზოგადად საჯარო მოსამსახურეთა ეთიკაა სხვა ქვეყნებშიც, რომ საჯარო მოსამსახურეობა თუ უნდა იყოს თავშეკავებული, უნდა იყოს მოგრძალებული. შენ თუ გინდა იახტაზე გოგოებთან ერთად გულაობა, ამისთვის არსებობს რა ვიცი, პოპვარსკვლავობა, ბიზნესმენობა, ოლიგარქობა. საჯარო მოსამსახურე ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 30%-ზე მეტი სოციალურად დაუცველია, რომ მიდიხარ და აბუ-დაბიში იხდი დაბადების დღეს. აი ეს ჩემს იმაში არ ჯდება, მაგალითად, ვერანაირად ეს არ მესმის, ეს არის გათავხედებული, გაზულუქებული, ასე ვთქვათ, თავზე რო წამოიცვეს ეს ქვეყანა, აი ეგ მიდგომა. რაც შეეხება მასშტაბებს, უბრალოდ წარმოდგენილი რო გქონდეს, რომ აი კორუფციის მასშტაბები რამხელაა, კიდე ერთ მაგალითს დაგისახელებთ, თქვენ იცით სოსო გოგაშვილი, რომელიც ახლა ციხეში ზის, რომელიც იყო ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი შინაგან საქმეთა სამინისტროში. რატომ არის საინტერესო ეს შემთხვევა, რომ ეს კაცი ანუ მინისტრი არ იყო, არც დეპუტატი არ იყო, ანუ არ შედიოდა არც პირველ 10-ში, არც პირველ 20-ში სახელმწიფო ელიტის. მაქსიმუმ შედიოდა პირველ 100-ში. გამიგე? და როდესაც დაიჭირეს ეს კაცი თვითონ კოცებმა, დაუთვალეს, რომ რაც გამოუქვეყნეს და რაც მერე პრესას მიაწოდეს თავიანთი გაჟონული ინფორმაციებით, რომ 30 მილიონის ქონება დაუყადაგეთო. ეხლა შენ მინდა დათო წარმოიდგინო, რომ თუ იმ კაცს, რომელსაც სახელმწიფო იერარქიაში მე-100 ადგილი ეჭირა 30 მილიონი დაუყადაგეს. შენ ხო წარმოგიდგენია მინისტრები, პრემიერ-მინისტრები, პაპუაშვილები, კობახიძეები, პროკურორები ეს რა მასშტაბის კორუფციაზე არის საქმე, ვინც პირველი, მეორე და მესამე და მეოთხე და მეხუთე კაცია. ამ პატარა ქვეყანაში მთავრობა რომ მილიარდებს მოიპარა. იმას კი არა, საბჭოთა დროს რო იყო რომ 20,000-ზე იჭერდნენ ხალხს და 50,000-ზე. მილიარდებს რო ყოველწლიურად ამოაცლი ამ ქვეყნის ეკონომიკას და ბიუჯეტს. ამას ვერაფერი ვერ გაუძლებს ვერც ერთი ეკონომიკური მოდელი და ამიტომაც ამისი ერთადერთი გამოსავალი არის რომ რა ვიცი მთავრობის შეცვლა რა თქმა უნდა, მაგრამ მთავრობა თუ შეიცვლება, უნდა შეიცვალოს ოდნავ მაინც უკეთესით. მე არა მაქვს ილუზია რომ გამსახურდია რომ იყო ისეთ ხალხი მოვიდეს მთავრობაში, რომელიც ახლა მართლა როგორც მოვიდა, ისე წავიდა ცალცალი კალოშით არა, მაგრამ ანუ არაფერი არ წაუღია, ასე ვთქვათ, ჯიბეში. მაგრამ, ისეთი მაინც უნდა იყოს, აი თემურლენგს ჰქონდა ასეთი კანონი, რომ ვინცო მოიპარავსო თავისი ხელფასის ერთმა გოდენობას, საერთოდ არ ჯიტო, ოფიციალურად კანონმდებლობაში ეწერა. ეხლა ცოტა ცუდი ნათქვამია შეიძლება, მაგრამ მინისტრს თუ აქვს ხელფასი 10,000, კაი, 10,000 რომ მოიპაროს, კიდე არა უშავს. ხელფასი რომ 10,000 გაგდა მილიონს და 10 მილიონს და 100 მილიონს რო იპარავ. ამას რა ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს და რა ქვეყნის ბიუჯეტი გაუძლებს და რა თქმა უნდა მე გვიმტკიცებენ იმას, რომ იცი რა ჩვენ საპენსიო ასაკს ვერ დავწევთ დაბლა, იმიტომ რომ ეს დაკავშირებული არის ძალიან დიდ ხარჯებთან. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ბიუჯეტის ძალიან სოლიდური წირი, აი ამ ეგრეთ წოდებული ტენდერების გზით მიდის პირდაპირ ივანიშვილის და მასთან დაახლოებული რამოდენიმე ათეული ჩინოვნიკის ჯიბეში. ხო, შენ ხო გქონდა ეგ პროექტი, რომ აი ჩინოვნიკების ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს, 7-8-ჯერ მეტი არ უნდა იყოს. 7-8 როგორც ევროპაში, ან 10 მაქსიმუმ, ხო? დღევანდელი შედარებით, აი რაც ამათ აქვს, ხო, ეხლა ხელფასები, ალბათ მინიმუმ 1000 ლარი უნდა ქონდეს პენსიონერს, მაშინ თუ ამ მიდგომით, აი ამ თანამედროვე ცივილიზებული მიდგომით თუ მიუდგებით. ბატონო, ეგ არის სხვათა შორის მე არ მივიტვისებ საავტორო უფლებებს, ცხონებული კობა დავითაშვილი და მე კოლეგები ვიყავით პარლამენტში და იქ დააყენა კობამ ეს საკითხი, რომ მოდიო საერთოდ განსაზღვრავთო ასეო ციფრსო, რომ აი რამდენი უნდა იყოს დეპუტატის ხელფასი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყოველთვის ყველას უნდა რომ მეტი იყოს, ვის არ უნდა ეხა ადამიანს. მოდი ჩავწეროთო რომ დაუშვათ დეპუტატის ხელფასი არის მინიმალური პენსიის 5 მაგი, 7 მაგი ან მაქსიმუმ 10 მაგი ოდენობა და როგორც კი მოიმატებს პენსია 10%-ით, ავტომატურად მოიმატებსო პარლამენტარის ხელფასი. ეს იყო სწორი მიდგომა. და აქ რამდენ მაგი იქნება კოეფიციენტი, ეს რა თქმა უნდა შეგვიძლია ავიღოთ ევროპული პრაქტიკიდანაც, მაგრამ თავარი არის აი ეს პრინციპი უნდა იყოს. რომ შენ მოგინდა და მოუმატე შენს დეპუტატებს ხელფასი კი არა, თუ ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა, თუ პენსია გაიზარდა 400 ლარამდე, კი ბატონო, იყოს 4000 ლარი, ეს რა ქვია, დეპუტატის ხელფასი, მაგრამ ეხა
ყველა არჩევნების წინ იცი შენ 5-10 მაქსიმუმ 20 ლარით უმატებენ ხოლმე პენსიას. ამაზე არის მთელი სარეკლამო კლიპებს გამოაგდებენ და ესე იგი ამადლიან პენსიონერებს და სამაგერო თვითონ 5-5 და 1000 ლარით იზრდიან ხელფასებს. რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი უსინდისობა არის და ნუ რა ვიცი ხა აი რო თქვა გასაგებია რომ ეს არის. რაც ნაცები ის კოცები და ის შევარდნაძე ამ მოდელს ქვია კორუფციული მოდელი, როცა ჩაიგდეს ხელში რაღაცა ვიწრო ჯგუფმა ქვეყნის მართვა და ასე ვთქვათ, მთელი სახელმწიფო ბიუჯეტი წამოწმული აქვს თავზე. შევარდნაძეს იყო და მისიც მისჩვილები ყავდა, ესე იგი, რომელიც უცებ გახდა ყველა მილიარდელი. სააკაშვილის დროს იცით, მე მახსოვს პირდაპირ ის დრო, როდესაც კეჟერაშვილი მართლა ცალ-ცალი კალაშით დადიოდა და მილიარდელი არის დღეს ეგეც და რამდენი ეგეთი და ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე ხდება ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, როდესაც ცალ-ცალი კალაშით ხელისუფლებაში მოსული ადამიანები ხდებიან მილიარდელები. მე ვამბობ მილიარდელებს, თორე არ ვამბობ იმაზე, რომ ეხლა ვიღაცამ GP იყიდა და რაღაცა გავიგე. ეგეც ცუდი არის. მაგრამ აქ ლაპარაკი არის, რომ ხდება მილიარდების გადინება საქართველოს ეკონომიკიდან. კახა, აუცილებლად მინდა ერთ თემას კიდე შევეხო. ეს არის გამოსახლებები და ეს ჩვენი კატასტროფული მდგომარეობა, ეგრე დემოგრაფიული. მაშინ როცა, ესე იგი, იმხელად აი შეგეშინდება ისეთი ციფრები არის, იმ დროს დემურ გიორხელიძემ მას გამოაქვეყნა ეს. ეხლა ნამდვილად სამწუხარო აი ის პიროვნება, ვინც მას ეს ციფრები გამოუტანა აღწერიდან. მაგრამ სიტყვა მისცა და არასახელებს უბრალოდ ეს იყო აი დამდგუნველი იყო, ვინც ეს ციფრები ნახა სინამდვილეში. ოფიციალურად არ არის ასე, არ აქვს ასე აღიარებული ხელისუფლებას, მაგრამ უარესია ის ციფრები, რაც წარმოდგენილი იყო, რაც გავრცელდა სოციალურ ქსელში და ფაქტიურად ჩვენ უკვე უმცირესობაში ვართ ქართველი ხალხი საქართველოში და ამ დროს ხელისუფლების პოლიტიკა არის ის, რომ ერთადერთი სახლიდან გამოასახლონ აი ამ გაბერილი საბანკო გადასახადებისგან უზარმაზარ რო აღჭობენ ბანკები და მევახშეები ხალხს, რომ არის ესეთი დიდი უმუშევრობა ასევე ესეც ხელს უწყობს და ღიაცის ქვეშ დატოვონ ხალხი. თქვენ ამ საკითხში მთლიანად ჩართული იყავით, ხან აღმოსავლეთში მიდიოდით, იცავდით, ხან დასავლეთში და აი რა მდგომარეობა ეხლა ძალიან გვაინტერესებს ეს გამოსახლებებთან დაკავშირებით. ეხლა არის ამ ეტაპზე ფაქტობრივად შეჩერებული, კანონით კი არა, ფაქტობრივად არის შეჩერებული იმის გამო, რომ ქვეყანაში მიდის აქციები და მთავრობა ერიდება. ისევე როგორც თავის დროზე საპარლამენტო არჩევნების დროს იყო შეჩერებული, მაგრამ გვახსოვს ჩვენ რომ 2020-ში საპარლამენტო არჩევნები როგორც კი მორჩა, მთავრობამ გამოსახლებები განაახლა და სწორედ აი ეს ცნობილი შენც იყავი ხაშურში და მანამდე იყო გორში, მანამდე იყო თბილისში კეთევან-წამებულის ქუჩაზე, ლოტკინზე, სადაც დაამპატიმრეს და ასე შემდეგ. ეს ყველა გამოსახლებები იყო 2021-2022 წლებში, ანუ არჩევნების შემდეგ რო დაიწყო. ეხაც როგორც კი არ ვიცი თუ ასე ვთქვათ ჩაქრება ეს აქციები და ხელისუფლება თავისას გაიმყარებს, რა თქმა უნდა, ეგრევე დაიწყება ხალხის მასობრივი გამოსახლება. მე იმდენი მაქვს ამ თემაზე ნასაუბრები, რომ ცოტა მეზარება კიდეც არ ვიცი ახალი რა უნდა თქვა, ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ ყველა შემთხვევაში ხო უსინდისობა, მაგრამ განსაკუთრებით ასმაგად უსინდისობა არის, როცა ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც დადიოდა არჩევნების წინ ეზო შარა და ამბობდა, მე გადავიხდი ყველას ვალებს. გამიგეთ? ეს ხალხი ეხლა თავის ვალის გადახდას კი არ თხოვს და პატიებას კი არ თხოვს. თხოვს გადავადებებს, რესტრუქტურიზაციას. თხოვს რომ პროცენტები და საურავები არ დააკისრონ და სახლიდან არ გამოახსახლონ. კაცი რომელიც პირდებოდა მართლა ოქროს სარაიას აგიშენებთო, ეხლა თვითონ იქცევა როგორც მოვახშეთა ლობისტი. და ამიტომ არის ეს განსაკუთრებული ისინდისობა. მე მაშინაც ვამბობდი, როცა პირდებოდა იმ ხალხს, რომ მე გადავიხდი თქვენ ვალებსო, გახსოვთ ეს 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, რომ სისულელია. ამას ვერავინ ვერ გადაიხდის, არც გადაიხდის და ალბათ არც უნდა გადაიხადოს. ეხლა არ არის ერთი ადამიანი ვალდებული, რომ მთელი ქვეყნის ვალები იხადოს. მაგრამ ლაპარაკი არის იმაზე, რომ კაცმა რო 10000 აიღო ვალი, 10000 გადაახტევინეთ, 11, 12, 50 რატო ახტევინებ? და მე იმ 50-ს რო ვერ იხდის 70-იანი ბინიდან რატო აგდებ 10000 ლარიანი სესხით გამო? აი ამაზე არის ლაპარაკი, მაგრამ ნუ სამწუხაროდ რა ვქნათ დღეს მევახშეებისა ხელისუფლება და სამწუხაროდ სტატისტიკა აქაც ნამდვილად არ არის სანუგეშო განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე. ხო, თითქმის აი ყველა საკითხში, რომელი საკითხიც გინდა დააყენო, ყველგან პრობლემა გვაქვს და ყველგან კატასტროფული მდგომარეობაა. ამიტომ კახა
იცი თქვენ რომ ჩვენ დავიწყეთ ეროვნული გაერთიანების დიდი გაერთიანების მასულყრით უკვე საფუძველს ჩვენ მუშაობთ სიებზე ვმუშაობთ რეგიონებზე ვმუშაობთ და ვემზადებით რომ 31 მარტს უკვე უნდა დაფუძნდეს დიდი ეროვნული გაერთიანება ხშირად ისმის ხოლმე შეკითხვები რომ აი თქვენ ამხელა მონსტრებს როგორ უნდა შეებრძოლოთ როდესაც სულთა ხელებით და უფულოდ მოდიხართ მაგრამ რა ვიცი ჩვენ ვფიქრობთ რომ ჩვენ ამ ფულს და უზნეობას უნდა დაუპირისპიროთ ეროვნული იდეა ის რამაც მოკლა ჩვენი სახელმწიფო და გაანადგურა თუნდაც უმთავრესი სამართლებრივი თვალსაზრისით კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა და შემდეგ აი ჩვენ რა თემებზეც ვისაუბრეთ ამას როგორ უნდა მიაღწიოს ქვეყანამ აუცილებელი არის უნდა როდესაც ძალა იქნება უკვე ხალხში ერთობა იქნება დავაყენოთ საკითხი საარჩევნო კანონის შეცვლაზე აბსოლუტურად და მთლიანად უნდა დაიშალოს CSKO ოლქები და ეს უნდა გაკეთდეს პარიტეტზე და ყველა იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებით რომ ამათი თაღლითობა და გაყალბებები მინიმუმამდე დავიდეს სწორედ აი ესეთი არჩევნებით კახა ჩვენ ვფიქრობთ რომ როდესაც მაქსიმალურად შეიძლება ქართულ ხალხს თვითონ აირჩიოს თავის მთავრობა სწორედ ეს იქნება გამოსავალი რომ ამ ქვეყანაში ყველაზე დაჩაგრული არის ქართველი კაცი მან უკვე შემდეგ აი ამ ეროვნული ხელისუფლების შემდეგ ისეთი კომპლექსური ცვლილებები მოახდინოს ქვეყანაში რომ მან იგრძნოს თავი ღირსეულ მოქალაქედ ამ ქვეყანაში აი თქვენ როგორ ფიქრობთ გამოცდილება დიდი გაქვთ აი თქვენ რა გვირჩევდით და თქვენ ადგილს სად ხედავთ აქ დიდი მადლობა დათო ჩვენ ამ თემაზე ეთერს მიღმაც გქონია საუბარი და მე მთლიანად 100% ამ იდეას მხარს უჭერ და სხვა იდეა არც არსებობს რა თქმა უნდა როცა საუბრობთ რომ აი არის ეს ვითარება აქ ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ის რომ ვინც ასე არ ფიქრობს მოხდეს იმ ხალხის კონსოლიდაცია თუმცა იმასაც ვიტყვი რომ ძალიან რთული პროცესი არის ეს და მე როდესაც გქონია პრაქტიკული შეხება ნუ მე იქ შემოდის ხოლმე ძალიან ბევრი მომენტი პიროვნული რომ იმის გამო არ მინდა ამის გამო არ მინდა და იქ მე ერთვებიან თვითონ სპეცსამსახურებიც და ძალიან რთული პროცესია თუმცა სხვა ალტერნატივა არ არის და მეც ვფიქრობ აი რაღაცა ტიპის კოორდინაცია რაღაც ტიპის გაერთიანება უნდა იყოს რომ აი ეს ერთის მხრივ კოცური კორუფცია და მეორეს მხრივ ქვეყნის გარედან მართული რაღაცა ლიბერალური ბანაკი რაღაცაში შეიძლება ერთ დავეთახო მე არ ვამბობ რომ არც ერთი მხარეს არანაირი სიმართლე არ არის რაღაცა ნახევარსიმართლეს ერთიც ამბობს და მეორეც ამბობს მაგრამ არსებითად ეხლა რაც შენ ჩამოთვალე ის ცენტრალური საკითხები რის გამოც ქვეყანა ამ დღეში არის ამ საკითხზე არც ერთი არ საუბრობს აი სულ ბოლო რო ავიღოთ მაგალითად მე ვახშეობა გინახია შენ რომ ჩვენ გარდა რომელიმე პოლიტიკურ ძალას საერთოდ ამ თემაზე ან გამოსახულებებზე საუბრობთ არა აინტერესებთ წამლის მასები არა აინტერესებთ ეროვნული წარმოება არა აინტერესებთ საუბრობენ იმაზე რა ვიცი საქართველოს მიიღებენ თუ არა ნატოში 30 წელია საუბრობთ და არ გვიღებს ეს ნატო და ეხლა ჩვენ რატომ ხოცავთ ერთმანეთს როცა გადაწყდება ეს და როცა მოილაპარაკებენ ჩვენს მიღებას ნატოში ისედაც მიგვიღებენ და ეხლა ეს საკითხი დღეს არ დგას და რაღაც ისეთ საკითხებზე ვდაობთ ჩვენ რომ აი მარსის კოლონიზაცია სწორია თუ არასწორია რა მნიშვნელობა აქვს სწორია თუ არასწორია ჩვენ გვეკითხება ვინმეს ჩვენ რა საკითხებიც გვაქვს გადასაწყვეტი აი ის საკითხები არის უნდა იყოს იმ საკითხებზე უნდა იყოს ეს ახალი მოძრაობა ასე ვთქვათ ორიენტირებული და მე ამ პროცესს არა მარტო გარედან უჭერ ხარს არამედ რაც შემეძლება მე ხა არა ვარ ჩვენი პარტია რო გითხრა დიდი და გავლენიანი და რაღაცა დიდი რესურსების მქონე მაგრამ ნუ რაც გვაქვს ასე ვთქვათ ამ შესაძლებლობით თლიანად ამ პროცესში ჩავერთვებთ გაიხარეთ ხა ეგ ძალიან კარგია მადლობა საერთოდ მინდა ქართული ოცნებას უთხრა და ეს ორივე ძალა ერთი და იგივეა ხა ეგენი ორივე უპირისპირდება რა თქმა უნდა იცი თქვენ ესეთ ეროვნულ ძალებს რომლებიც უკვე ასპარეზზე გამოდიან ხო და ჩვენ დიდი გამოცდილება აქვს ბრძოლის და არაფერს არ გვეშინია ახლა საბჭოთა კავშირის დროს პირადად მეც მონაწილეობდი როდესაც კგბ-ს შენობა გავტეხეთ და შევედით და დავარბიეთ დავაქციეთ იმიტომ რომ საქართველოს ინტერესებს აი სწორედ ეს ორგანიზაცია კი ისო ასე მოგვიწოდებდა ზოგადად განსახურდია მაშინ საქართველოს ინტერესებსო და
შევამტრიეთ, შევედით და დავარბიეთ და ის, ხო და. ეხლა არაფრის დამტვრევას და დარბევას არ ვაპირებთ ჩვენ, მაგრამ ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს უკვე და სამართლებრივი გზით, სწორი გზით აბსოლუტურად ჩვენ ამათ მე გადაცემის დასაწყისში თქვი, აი როგორც თქვენ ბრძანდებით და ძალიან ბევრი განათლებული ადამიანია საქართველოში, ჩვენ ამ მართლა ხიხოებს და გაუნათლებელებს დაუპირისპირებთ განათლებულ და ცოდნე ადამიანებს, ანალიტიკოსებს, მეცნიერებს, უჩვიანეს ხალხს, მეცნიერება საერთოდ 0.3%-ით არის გონი დაფინანსებული ბიუჯეტიდან. საერთოდ გამქრალია, არაფრად არ აღიდებენ. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით კახა რა ვიცი ჩვენ ძალიან დიდი პლუსები გვაქვს რომ აი ამ რეჟიმს ვერ ვბრძოლოთ. ერთადერთი მაგათი ის აი ქართული ოცნების არის ჟანგბადი, აი ეს ძალა რომელიც ისე იბრძვის ეს და ბარეგან მოდი ამ თემასაც შევეხოთ ეხლა ორი თვეა გრძელდება რუსთაველზე აქციები, ხო? შენ როგორ ფიქრობ, აი ეს ტრამპის მოსვლა და ეს ეხლა თანდათან გაძლიერება ეს კონსერვატიული ძალების ევროპაში ხო გაძლიერდება თავისთავად ეხლა სოროსის ეს ქსელებიც დაიშლება ნაწილობრივ ხო უცბად რა თქმა უნდა არა ეს დიდი ძალაა მაგრამ ამათაც დაფინანსებები შეუძლია და როგორ ფიქრობ რა მომავალი ექნება კახა აი ამ ყველაფერს რა გაგრძელება ექნება ნუ აქაც ისევე როგორც აი ჩვენ ის დავიწყეთ გადაცემა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე აქაც იგივეს ვიტყვი რომ ჩვენ ჯერჯერობით შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ იმიტომ რომ მაღალი რანგის წარმომადგენელს ტრამპის ადმინისტრაციიდან საქართველოს საკითხზე პოზიცია არ გამოუხატავს იქ არის ჯერჯერობით უილსონის პოზიცია რომელიც არის მკვეთრად კრიტიკული მაგრამ უილსონი არის კონგრესის რიგითი წევრი მას რაიმე თანამდებობა არ აქვს და როგორც კონდეს თანამდებობა შეერთებულ შტატებში დემოკრატია არის და ეს ჩვეულებრივი პოზიცია არის რომ ყველა კონგრესმენს და ყველა სენატორს თავის პოზიცია აქვს და საქართველოსავით არ არის იქ პარლამენტი ნახირი რომ რასაც ეთქვიან ზევიდან ის პოზიცია უსიტყვოდ გაიზიაროთ ყველა ამიტომაც უილსონის პოზიცია ნამდვილად არნიშნავს იმას რომ ეს არის მთავრობის პოზიცია ეხლა თქვენ იცით რომ ტრამპის ადმინისტრაციას მთელი სოფლიო შეჰყურებს და ისეთი გლობალური საკითხები არის მის პრიორიტეტებში რა ვიცი კანადა, გრენლანდია, უკრაინა, პანამა, ირანი და ჩინეთი და ასე შემდეგ რომ ნაკლებად სავარაუდოა ახლა რომ ხვალდაზე საქართველოსთან დაკავშირებით ეს განცხადება გაკეთდეს სავარაუდოდ ჩვენ უნდა ვივარაუდოთ რომ თუ მარტში შედგა შეხვედრა ტრამპსა და პუტინს შორის აი შეიძლება ამ შეხვედრის შემდგომ ამ შეხვედრის კონტექსტში შეერთებულმა შტატებმა მიიღოს გადაწყვეტილება ან საქართველოს მთავრობისთვის ივანიშვილის რეჟიმისთვის დაწესებული სანქციების კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ ან პირიქით შესუსტების და საერთოდ გაუქმების შესახებ არის მოლოდინები ქართული ოცნების მომხრეებში რომ ეს სანქციები გაუქმდება იმიტომ რომ რა ვიცი რაღაცა deep state და რაღაც ასეთ ტერმინებს იყენებენ ხოლმე ვერ გეტყვით არავინ არის ახლა ნურავინ ნუ დაიბრალებს იქ ვაშაძე რო ჩავიდა და სადღაც სურათი გადაიღო ახლა არავინ არ იცის ტრამპმა და მისმა მრჩევლებმა რა იმსჯელეს საქართველოზე არ არსებობს ესეთი ადამიანი აქედან გამომდინარე ჩვენ ალბათ ერთი ორი შეიძლება სამი თვე უნდა დაველოდოთ პოლიტიკურ პროცესებს ვიდრე გახდება ტრამპის მთავრობის პოზიცია ცნობილი ნუ ეგ შეიძლება უბრალოდ ვარაუდები ვთქვათ გააჩნია ვირას ესაუბრება ახლა ორბანი ნუ თავისთავად დაიჭერდა აქეთ ხარეს ახლა ვიცი მე ხო და დანარჩენზე ვარაუდები ჯერ ძნელია ხო ნუ ამას გვაჩვენებს ჩვენ მომავალი და რა ვიცი აი თქვენ კიდევ რას აქ ხო არ არის ესეთი შეკითხები რაღაცა კახა დააკვირდი აქ იმაში ყველაფერი ძირითადად პოზიციას გამოხატავენ ძირითადად ბევრი გამოხატავს კორექტულად არის ზოგიერთი არაკორექტულიც მაგრამ არა შეკითხვა რაიმე კონკრეტული შეკითხვა არ არის ყველა კომენტარს აბსოლუტურად ვეცნობი და ესეთი არაფერი არ ყოფილა მე კიდე ერთხელ რაც შემიძლია თქვა დათო ეს არის რომ აი მხარს უჭერ შენს წამოწყებას სხვა შორის შენ ყურში მომხვდა რომ აი ესეთ რაღაცა პლატფორმის ტიპის გაერთიანებებზე რამოდენიმე სხვადასხვა ჯგუფი მუშაობს და ალბათ კარგი იქნება მე თუ ეს ჯგუფების დაკოორდინირდებიან იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ ამ ეტაპზე ყველა განსხვავება არის გადასადები გვერდით უნდა მომზადდეს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები აი მაგალითად იმ საკითხზე აი რაც შეეხება ნატოში შესვლა არ შესვლა. ჯერტი მგონია რომ არავინ ამ ნატოში ისედაც არ გვიღებს, მაგრამ ნუ კაი. ხალხი თავისუფალი
არჩევნებით თუ აირჩევს ისეთ მთავრობას, რომელიც იტყვის, რომ შევიდეთ ნატოში, ჩემთვის ესეც მისაღები იქნება და თუ აირჩევს ისეთ მთავრობას, რომელიც იტყვის, რომ არ გვინდა ნატოში, ესეც მისაღები იქნება. ჩემთვის მიუღებელი არის, როდესაც ერთი მუჭა ჯგუფი, რომელსაც ძალაუფლება აქვს მიტაცებული და მარტო დღევანდელ რეჟიმს არ გულისხმობ, მე გულისხმობ წინა რეჟიმსაც და წინის წინა რეჟიმსაც, ჩვენი სახელით, ჩვენ ზურგს უკან ვიღაცასთან რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამიტომაც გეთანხმები შენ გაახშენე ეს პოზიცია, გააჟღერე უკვე. ეს პოზიცია რომ ძირითადი საკითხი და ცენტრალური საკითხი უნდა იყოს თავისუფალი არჩევნების დანიშვნა. ეს არ უნდა იყოს ყალბი არჩევნები, როდესაც მე მაგალითად 21 წლის არჩევნებზე რომ მონაწილეობდი ადგილობრივ არჩევნებში დათო, ხო? არც ერთმა ტელეარხმა დრო არ დამიტრო, არც ერთმა. და მითხრეს რომ ახლა ყველა პარტიას ვერ დაუთმობთ და მე ვნახეთ რომ იმას რა ქვია, ობუგუნჯუ რო იყრიდა კეის თუ იცი ნიგერიელი ლტოლვილი, ის მიწვეული ყავდა ყველა ტელევიზიას, ესე იგი ობუგუნჯუს დაუთმობენ, მაგრამ თუ შენ ხარ პოლიტიკური ძალა, რომელიც კოცებს და ნაცებს უპირისპირდები, რა თქმა უნდა, შენთვის არც ტელეეთერი არის და არც სხვა ის აუცილებელი რესურსები, რომელიც საჭირო არის საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ შენ საარჩევნო კანონზე და თავისუფალ არჩევნებზე საუბრობ, ალბათ გულისხმობს სწორედ იმ პარალელებს 90 წლის არჩევნებთან, რომ ეს სასტარტო პირობები უნდა იყოს მეტნაკლებად თანაბარი. პირველ რიგში მაგალითად საარჩევნო კომისიაში არ უნდა კონდეს ხელისუფლებას უმრავლესობა. არ შეიძლება რომ 13 კაციანი კომისიიდან 11 წევრს ნიშნავდეს ქართული ოცნება. არც ერთ თავრობას არ უყურებია. რა თქმა უნდა, იურიდიული ამ დეტალებზე არ შევალთ, არ ჩავალთ, უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ საბოლოო ჯამში უნდა ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომლის შედეგები არ იქნება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, თუმცა პირველ რიგში ქვეყნის შიგნით დავისა და ჭობისა და განხილვის საგანი. მოკლედ, კახა ჩვენ ასე გეგმავთ, რომ ჯერ 31 მარტამდე დაფუძნებამდე, რომ ძალა მოიკრიბოს აი ამ გუნდმა, ამ გაერთიანებამ, ჯერ ფაქტიურად ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, სანამ არ იქნება ჩამოყალიბებული ძალა, ხოლო 31 მარტის შემდეგ მე მინდა უთხრა საზოგადოებას, რომ ძალიან მაქსიმალურად კაცრად უკვე დავიწყებთ ბრძოლას აი ამ რეჟიმის წინააღმდეგ სოციალურ საკითხებზე, როგორც სამართლებრივ, ასევე სოციალურ საკითხებზე. ყველაფერზე ამაზე რა მონოპოლიებიც არის და აქ რო საერთოდ არანაირი ის არ არის, საბაზრო ეკონომიკა არ არის და მხოლოდ მონოპოლისტები ზიან და ამიტომ არის რომ ატყავებენ ხალხს და ასეთი დემოგრაფიული მდგომარეობაც ამიტომ არის რომ გაიქცა ხალხი და გარბის სულ. მე ასევე უნდა შევხებოდი კახა აი უფასო მშობიარობის თემას კი არის რამოდენიმე ის სახელმწიფოის, მაგრამ ხო შეიძლება სახელმწიფო კომერციული მეებშიც დააფინანსოს, კაცოდ, როდესაც ასეთი უმძიმესი მდგომარეობაა და ამავე დროს კიდევ ყოველი ვიზიტი ექიმთან 1-6 ჯერ რომ უწევს, ხო, თითო დაახლოებით 100 ლარია. და წარმოიდგინეთ ამხელა თანხები უძება ხალხს. რომელი დემოგრაფიის გამოსწორებაზე რა უნდა იყოს ლაპარაკი, როდესაც აი ესე ატყავებენ, ხო, ახალგაზრდებს, ხო და აი ეს ყველაფერი აბსოლუტურად რა კომპლექსურად ამაზე გვექნება აი შეურიგებელი ბრძოლა ყველაფერზე. და რა ვიცი, იმედიანად მინდა იყოს ხალხი, მე ვიცი ემიგრაციიდანაც ძალიან დიდი მხარდაჭერა არის და ძალიან ბევრი რეიტინგული პიროვნებები გვიჭერენ ხალხს იქიდანაც და დარწმუნებული ვარ, რომ 31 მარტის შემდეგ ეს უკვე გახდება საკმაოდ სერიოზული ძალა. შემდეგ უკვე დავაფუძნებთ რეგიონებშიც, დიდ ქალაქებში. აი ესეთი გეგმებია საზოგადოებამ რო იცოდეს და ძალიან გამიხარდა რომ კახა თქვენი ის გაითიშა, მაგრამ არა უშავს, უკვე ვამთავრებდით, რომ კახა თავისი პარტიით სრული თანადგომას გვიცხადებს. მე მადლობას მოვახსენებ ახლა ბატონ კახას, რომ მიიღებდა დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობას და შემდეგ ეთერში მე ვფიქრობ მოვიწვიო უკვე, ჩავთო უკვე ჩვენი გაერთიანების საინიციატივო ჯგუფის წევრი ბატონი დემურ გიორხელიძე, მე მას დაუკავშირდები და დავაანონსებ ამ დღეებში და გაცნობებ ყველაფერს. მოკლედ მეგობრებო, მას დიდი ინფორმაციები აქვს და ალბათ საინტერესო იქნება ეს ბატონ დემურსაც მოусმინოთ უახლოეს დღეებში. ეხლა კი დაგემშვიდობებით, იმედიანად იყავით და ასევე
მოვიკითხავთ ემიგრაციას, იმედიანად იყვნენ, ვიცი რომ ძალიან უმძიმესი შრომა უწევთ იქ და ასევე ის რომ მონატრებულები არიან საკუთარ ოჯახებს, ყველანაირად უნდა ვეცადოთ ჩვენ ერთობით რომ ქართველი ერის ერთობა მიაღწიოს იმას რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართველმა ხალხმა დაიწყოს უკვე ეროვნული მთავრობის შექმნა, აირჩიოს ეროვნული ხალხი და არა იქიდან დაგვიშვას, რა ქვია, მოსკოვიდან და ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან დაგვიშვან, აი ეს ისინი, რა ქვია, წინასწარ ეგზიტ პოლებით რომ გვიშვავენ მთავრობებს. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ ბატონ კახას რომ მოიცალა ჩვენთვის და ეს საინტერესო ინტერვიუ იყო დღეს. მადლობა მეგობრებო, ღმერთი გფარავდეს, შეგვეწიოს ღმერთი. კარგად ბრძანდებოდეთ.